მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი, ყოველ პარასკევს 12 საათსა. არა და ცოტა მერე ჩვენ გავდივართ გირჩი TV-ს ეთერში, ასევე Facebook-ზე, YouTube-ზე შეგიძლიათ მოძებნოთ კრიპტობაზარი და ნახოთ როგორც ჩვენი მიმდინარე გადაცემები, ასევე ჩვენი ძველი გადაცემებიც. მოკლედ ჩვენ საუბრობთ კრიპტოსიახლეებზე, მიმოვიხილავთ თუ რა ტენდენციები არის ზოგადად ბაზარზე და გვყავს ხოლმე საინტერესო სტუმრები. ახლა სანამ გადავალ უშუალოდ გადაცემაზე და გადაცემის პირველ ნაწილზე, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი, ახლა გამოჩნდება ეკრანზე სარეგისტრაციო QR კოდი, სადაც შეგიძლიათ მოკლედ დარეგისტრირდეთ კრიპტობაზრის რეფერალურ ლინკით. Bitnet-ს ასევე აქვს აპლიკაცია და თქვენ მარტივად შეგიძლიათ მოკლედ შეისყიდოთ და გადმოიტანოთ თქვენი სასურველი კრიპტოვალუტა, ასევე რამოდენიმე მიმდინარე სიახლე და პრინციპში თვის ბოლომდე სულ რაღაც 3 ამ დღეს თუ ჩავთვლით 3 დღეა დარჩენილი და ამ თვის ბოლომდე თქვენ შეგიძლიათ მოკლედ USDT Bitnet-ზე იყიდოთ 0%-ად და 9 სახის ბლოკჩეინის მხარდაჭერა არის და შეგიძლიათ მოკლედ გადმოიტანოთ, ექსპერიმენტოთ. ასევე სულ რაღაც 5 ლარიდან თქვენ შეგიძლიათ უკვე ნებისმიერი კრიპტოვალუტის ყიდვა Bitnet-ზე, ესე მარტივად 5 ლარიანი ინვესტიციით შეგიძლიათ მოკლედ ექსპერიმენტოთ ამ სივრცეში და მესამე თუ ამ მოგზაურობის დროს თქვენ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, მოკლედ 24/7-ზე არის საპორტს მიწერთ და საპორტი დეტალურად აგიხსნით, თუ რა როგორ გააკეთოთ, თუ რაიმე შეკითხვები გექნებათ. ახლა გადავიდეთ გადაცემის პირველ ნაწილზე ტრადიციულად და პირველ ნაწილში განვიხილავ სიახლეებს, რა სიახლეებიც არის ზოგადად ბაზარზე და დავიწყოთ პრინციპში პირველი სიახლით და პირველი სიახლე სხვათა შორის არც თუ ისე ძველი სიახლე არის რაღაც კუთხით ზოგიერთ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოსაც ქონია მსგავსი გამოცდილება, რომ აისათვის პარამეტრი აიტვირთათ ბლოკჩეინზე, სხვადასხვა ბლოკჩეინზე, მოკლედ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრინციპში მაკროეკონომიკური მონაცემების ატვირთვა მოხდება ბლოკჩეინზე. უშუალოდ ცენტრალიზებულ სისტემაში და არა ბლოკჩეინ სისტემიდან ამ ინფორმაციის გადატანაში ორი ინფრასტრუქტურა დაეხმარებათ, მანთ ეს არის ლინკი და Bit network-ი და როგორც კი გაჟღერდა ეს სიახლე, ორივე ფასმა საგრძნობლად მოიმატა, ანუ ამ ეკოსისტემას ასევე თავიანთი კოინები აქვთ, ტოკენები აქვთ, ვინც არიცით და პრინციპში მათი ფასის აღმასვლაც, ასე ვთქვათ, იყო რაღაც მხრივ მოსალოდნელი ამ სიახლის შემდგომ, თუმცა უფრო დეტალურად და ტექნიკურად თუ ვნახავთ თუ რეალურად რა მოხდა და ამას თქვენთან ერთად გავილი პრინციპში დღეს და შევეცდები მოკლედ ვნახოთ რა როგორ მოხდა, გვექნება ჩვენ რამოდენიმე შეკითხვა, იმიტომ რომ ფაქტია, არსებობს უკეთესი გამოსავლები ორაკლების კუთხით არ მაქვს მე საუბარი, ორაკლი არის ინფრასტრუქტურა, რომელსაც კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რაც რეალურ სამყაროში არსებული ინფორმაცია უცვლელი სახით და მაღალი სანდოობით გადმოაქვს ბლოკჩეინზე. სიტყვაზე თუ ბლოკჩეინის smart contract-ში თქვენ შეგიძლიათ თქვენ გინდათ ნახოთ რაღაცა ინფორმაცია, ორაკლი გადაამოწმეს რამდენად ზუსტად არის, მოკლედ და სხვადასხვა სისტემები და ინფრასტრუქტურები აწყობილი, ასევე რამოდენიმე წყაროს გადამოწმება შეუძლია, როდესაც ამ თუ იმ აქტივის ფასს ეხება და თქვენ ალბათ დეცენტრალიზებულ ბირჟებზე გინახავთ, რომ powered by ანუ Bit network-ის დამსახურებით რაღაცის ფასი წარმოადგენელი, ლინკის დამსახურებით რაღაც ფასი წარმოადგენელი, მოკლედ ეს ინფრასტრუქტურები ამას უზრუნველყოფენ. უბრალოდ აი აქ თავიანთ გაცხადებაში მოკლედ აი აქვე ახლა გამოჩნდება ეკრანზე, არის მითითებული პრინციპში რა ინფორმაცია აქვთ დატანილი და ახლა გამოჩნდება ეკრანზე წესით თუ გვაქვს HDMI სიგნალი. ხო, ესეთ რაღაცა, მოკლედ თვითონვე აქვთ მითითებული, რომ PDF ფაილია, ამ PDF ფაილში არსებული ინფორმაცია გადმოდივართ ლინკზე, ჩვეულებრივად ეს PDF ფაილი არსებობს და სწორედ აი ეს ლინკი არის სხვადასხვა ბლოკჩეინებზე განთავსებული, ახლა კარგად გაჩვენებთ, აქ არის ტრანზაქციის ჰეშები და ზოგიერთ შემთხვევაში ეთერიუმის შემთხვევაში ჭკვიანი კონტრაქტის მისამართი და ასევე ეთერიუმის მეორე შრის ბლოკჩეინების შემთხვევაში, Avalanche-ის შემთხვევაში, მოკლედ ჩამოთვალოთ Bitcoin, ეთერიუმი, Solana, Tron, Stellar, Avalanche, Arbitrum, Polygon და Optimism, ხო? ასევე
როდესაც ეს ინფორმაცია და საკმაოდ მარტივი ჩანაწერი არის. უბრალოდ აქ არის ერთი პრობლემა, როდესაც ამ ყველაფერს გადამოწმებთ, აი დავაკოპირებთ სიტყვაზე Ethereum-ის მთლიანად smart contracts, ჭკვიან კონტრაქტს, გადმოვიტანთ Etherscan-ზე და ვნახულობთ გვაქვს თუ არა წესით უნდა იყოს კიდევ ერთხელ რადგან აქ ვართ ხო აი აქ ჩანს კონტრაქტი ასევე შედიხართ კონტრაქტის დეტალებში და ნახულობთ რეალურად ჩანაწერს ეს ჩანაწერი არის შემდგომი ასე ვთქვათ PDF ფაილის მისამართი უბრალოდ აქ არის ერთი პრობლემა რომ თუ ეს PDF ფაილი საერთოდ გაქრა რა მნიშვნელობა აქვს ანუ ეს PDF ფაილი თვითონ როგორ არის შენახული ამ შენახვის ამბებზეა საუბარი ასევე ამის ინფრასტრუქტურები არსებობს თქვენ იცით მაგალითად Pixel აკადემიაში როდესაც ნებისმიერი სტუდენტი დაამთავრებს ასე ვთქვათ კურსს ჩვენს აკადემიაში ასე ვთქვათ Arweaves blockchain-ზე არის უშუალოდ ეს ინფორმაცია ატვირთული ეს PDF ფაილი იქნება ფოტო იქნება ამ შემთხვევაში PDF სერტიფიკატია უბრალოდ ეს სერტიფიკატი ისევ ცენტრალიზებულ სისტემაზე ინახება ანუ ეს ინფორმაციები და შესაბამისად ეს ბუნდოვანია ასევე თუ ვიღაცებს უნდათ ინფორმაციის გამოტანა ასე ვთქვათ API-იც არის აქვე ამ საიტის ბოლოს მითითებული მოკლედ Twitter-ზე როდესაც გადამოხვალთ კრიპტობაზრის გვერდზე კომენტარებში მაქვს ეს საინტერესო ლინკები მითითებული და ნახოთ ეს რამდენად იმოქმედებს ბაზარზე დადებითი კუთხვით არა ნახეთ თუ ჩვენ ვინახავთ დეცენტრალიზებულ სისტემაში ან ბლოკჩეინზე ცენტრალიზებულ ელემენტს რომელიც შეიძლება გაქრეს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს სიმართლე გითხრათ. უბრალოდ თუ ახლა API-ით მე ეს შეიძლება რაღაც წვდომა ჭირდება და ფიზიკურადაც არ გამომიცდია და გამოჩნდება ალბათ Trueflation-ისნაირ გახსოვთ ალბათ Trueflation-ი პროდუქტი, რომელიც ინფლაციის მაჩვენებლების ასე ვთქვათ მონიტორინგს ახორციელებდა და სხვათა შორის უფრო მოქნილი იყო და უფრო სწრაფი იყო სხვადასხვა პარამეტრებში. აქაც კიდევ ერთხელ თუ ის პრობლემა იქნება, რა პრობლემაც გვაქვს ჩვენ ცენტრალიზებულ სისტემასთან, აქ მე რაც უნდა ჩავწერო, აქ ჭკვიან კონტრაქტში ხო რა PDF-იც არ უნდა ჩავწერო, შეიძლება მეორე დღეს ეს საიტი ან ეს ფაილი არ არსებობს და დამთავრდა. ანუ რაში ვიყენებ მე blockchain-ს, ხო blockchain-ს მე ვიყენებ უბრალოდ გაჩვენებთ რომ რაღაცა PDF ფაილი მაქვს სხვადასხვა blockchain-ზე ატვირთული. აქ ჭკვიან კონტრაქტში რომ ყოფილიყო მონაცემები, ნახეთ, ამ PDF-ში რაც არის დატანილი ის მონაცემები ტექსტის სახით რომ ყოფილიყო, ან ყოფილიყო რაღაცა დაშიფრული სახე რომელსაც სიტყვაზე ამ დაშიფრულ კოდს ავიღებდით და ყველას ეცოდინებოდა ამ შიფრის ასე ვთქვათ გასაღები ამ შიფრის გასაღები ყველას ექნებოდა და ამ კოდს თუ გადავიტანით რაიმე საიტზე და ეს საიტი თუ გვიჩვენებს ამ მონაცემებს ხო უფრო ნაკლები ასე ვთქვათ ინფორმაცია განთავსდა ბლოკჩეინზე და ამის ასე ვთქვათ გადმოქართულება გადმოინგლისურება სხვადასხვა საიტებზე მოხდებოდა ესეც მესმის მაგრამ PDF ფაილის ატვირთვა რომელიც კიდევ ერთხელ აი რა ვიცი ცენტრალიზებულ სისტემაში არ და შეიძლება თქვათ რომ აი ამ PDF-ს რა შეიძლება დაემართოს, რა ვიცი, ლაზარუსის შემთხვევები გაიხსენეთ, კრიპტოს გარდა ძალიან ბევრ ადგილას მოხდა მათი ინფილტრაცია და შესაბამისად ასე ვთქვათ, თუ რაღაცას ვაკეთებთ, მოკლედ, ნახევრად ესე შელამაზებულად ვაკეთებთ. ცალსახად დადებითი სიახლე, ანუ ორი კომპონენტი, ერთი კომპონენტია რომ რაღაც ბლოკჩეინებზე მოხდა ინფორმაციის დატანა და ეს ინფორმაცია როგორ იქნა დატანილი, ამაზე მაქვს პრობლემა, მაგრამ ის რომ ლინკი და bit network-ი ასე ვთქვათ, ამ დიდი ინფრასტრუქტურებში ერთვებიან და საბოლოო ჯამში ესეთ დიდი გამოხმაურება შეიძლება გქონდეს, ეს ცალსახად მისასალმებელია ბაზრისთვის ზოგადად და პრინციპში links გავსი ტენდენციები ახლა თქვენ მის დამფუძნებლის ინტერვიუებს თუ ნახავთ აი 2015 წლიდან უკვე არსებობდა 2014-15 წლიდან უკვე არსებობდა მოთხოვნა ამ ინფრასტრუქტურებზე და შესაბამისად მისი ანალიზება თუ მოусმენთ მის ინტერვიუებს ბევრგან ამბობს რომ საბოლოო ჯამში ბლოკჩეინზე და კრიპტოსამყაროში ძალიან ცოტა პროექტია მაგალითად ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვები არიან ძირითადად ისეთ პროექტები რომლებიც რაღაცა რეალური ცხოვრების პრობლემების იმპლემენტაცია ხდება ანუ ეგრეთ წოდებული რეალური ბიზნესების გადმოტანა ხდება ბლოკჩეინზე ანუ RWA-ები ხო და შესაბამისად რეალური სამყაროს ასე ვთქვათ აქტივები და შესაბამისად აი ეს პრობლემა დაინახეს რომ ეს ინდუსტრია მომავალში გაიზრდება
ითვლებოდა NFT-ის სახით თუ რის სახით არ აქვს მნიშვნელობა და საბოლოო ჯამში მოკლედ ეს ტალღა დაიჭირეს, ნახეს და არც თუ ისე ცუდი მოგება არის ამ კუთხით. უბრალოდ კიდევ ერთხელ, როდესაც ფასების მიმოხილვაზე გადავალ, თუ იქნება კომენტარებში შეკითხვა ლინკზე, რა თქმა უნდა, ლინკის ფასს განვიხილავ, ან თუ გამახსენდება, მაგრამ პროდუქტი, კიდევ ერთხელ მეორე, პროდუქტი შეიძლება თვითონ კარგი იყოს, მაგრამ აი პროდუქტის საკომისიოსთვის გამოყენებული ტოკენი შეიძლება ფასის კუთხით არაფერს არ შვებოდეს. ანუ პროექტი ერთი არის ჩემი აზრით და ესე ვთქვათ ტოკენის ან კოინის ფასი მეორე, თუ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ეს ტოკენი არ არის იმის განსახიერება, აი რა შემოსავლები შეიძლება კონდეს ამ კომპანიას. თუ ეს ფორმულაც არის ჩადებული აქ და ლიკვიდურობას ეს ცალკე ქმნის და ლიკვიდურობის მიმწოდებელია და ასე ვთქვათ შეზღუდვები ხდება კომპანიის მიერ და ცოტა უფრო კომპლექსური თუ არის ეს ყველაფერი, მე ვიტყვი რომ პირობითად ლინკის ფასის გავლენას იქონებს, მაგრამ ლინკს თუ ვიყენებ მე საკომისიოდ, თუ ძალიან ბევრჯერ არ გამოვიყენებ მას საკომისიოდ, შესაბამისად ან ამის დაწვა ხდება თუ არა, მოკლედ ძალიან კომპლექსური რაღაცაა, უბრალოდ ცალსახად კაია, როგორც კომპანიას თუ შევხედავთ links და bit networks, ეს კომპანიები ამ საქმიანობით რომ არიან დაკავებულები, საჭიროა და ჩემი აზრით დროულიც არის უკვე და სხვათა შორის ბევრს ალბათ ხსმენიათ. საქართველოს იუსტიციის სახმა, როდესაც ბლოკჩეინი იყო ამას საუბარი, რომ მოხდა რაღაც ინფორმაციის გადატანა, მაგრამ ეს ყველაფერი წალსულს ჩაბარდა, თქვენ კი იცით, მოკლედ რომ მსგავს ინოვაციებს სამწუხაროდ ჩვენთან არა და იმედია გადაკოპირების დონეზე მაინც გადმოვაკოპირებ. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამო ეს ახლა კარგი რაც მოხდა, უბრალოდ იმ მასშტაბის არა, რომ რაღაც სერიოზული ფურორი გამოიწვიეს ამან. აქ არის კიდევ ხარვეზები, რაზეც დიდი დროის წაღება არ მინდა. მოკლედ მეორე სიახლე ეხება JP Morgan-ის ანალიტიკოსებს და JP Morgan-ის ანალიტიკოსები და მსგავსი ანალიტიკოსები რაღაცას რომ ამბობენ, მე ასე ვთქვათ HV-ის ქვეშ შეიძლება დავაყენო რაღაცები, თუმცა კიდევ ერთხელ შეიძლება ვიღაცებმა თქვან, რომ გაფუჭებული საათი ორჯერ სწორ დროს აჩვენებს 24 საათის განმავლობაში და შეიძლება ესეთ რაღაცა იყოს. მოკლედ 126,000-ის ნიშნულს მიუახლოვდება წლის ბოლომდე ისევ, ასევე ხაზგასმულია ამ ანალიზში, რომ ვოლატილურობა არის დავარდნილი 60%-დან 30%-მდე ჩამოვარდა, манипуляციები არ არის დიდი და თუ დააკვირდებით მართლა 2021 წლის bull markets, მაისის მოვლენებს 2022 წლის გაზაფხულის ბოლოს და ივნისის დასაწყისის მოვლენებს, 2022-ის ნოემბრის მოვლენებს, ნახავთ თუ რამდენად ვოლატილური იყო თუნდაც ბიტკოინი, ეს სიმართლე არის ამ კუთხით და დაველოდოთ აქაც მოვლენების განვითარებას, უბრალოდ კიდევ ერთხელ ჩემთვის დიდად განამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მით უმეტეს მე ბევრჯერ ვისაუბრე ფასის კუთხით, ერთი-ორჯერ მithქვამს და მე მინანია და რამდენჯერაც საუბრობ ხოლმე ფასის წინასწარმეტყველებაზე, ეს ყოველთვის ცუდად მიბრუნდება და ძალიან უმადური საქმე არის ამ კუთხით. უბრალოდ რაღაცების გადათვლა ბიტკოინთან მიმართებაში altcoin-ებზე, როდესაც გადავალთ, შეიძლება პრინციპში და ეს ანალიზი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ბულის სიახლეებს დაემატება, უბრალოდ ჩემთვის ამინც არ ცვლის. დაწერთ კომენტარებში, თქვენ მსგავს ანალიზებს უყურებთ თუ არა და რამდენად ცვლის, ასე ვთქვათ, თქვენს კრიპტო ამინს, რამდენად მოქმედებს ეს თქვენ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, ეს მნიშვნელოვანია. შეიძლება თქვენ საერთოდ სხვა რაღაცას აკვირდებით, რაც მეტნაკლებად ხმაურად შეიძლება ჩანდეს, მაგრამ რაღაცა ინდიკატორების დამატებით, ასე ვთქვათ, პროფიტმომგებიანი იყოს თქვენთვის. ეხლა რა შეეხება მესამე სიახლეს? მესამე სიახლე ეხება პოლიმარკეტის სიახლეს და ესეთი რაღაცა არის პოლიმარკეტზე დაიდო ახალი მოკლედ შეჯიბრი, სადაც ესეთ კითხვა დაისვა. ბიტკოინი, ასე ვთქვათ, 2026 წლის დასაწყისამდე $100,000-ზე დაბლა ჩამოვა თუ არა. ეხლა თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო რაზე ნახეთ, ეხლა გამოჩნდება ეკრანზე ეს, ასე ვთქვათ, შეჯიბრი ორ მხარებს შორის ახლა ამ მომენტისთვის 79% ეხლა გამოჩნდება ეკრანზე, 79% ამბობს, რომ კი $100,000-ზე დაბლა ჩამოვა.
ხო? ეხლა დავაკვირდეთ ზოგადად რა ხდებოდა აგვისტოში. ხო, აგვისტოში თუნდაც 14 აგვისტოს 38% ფიქრობდა ამას, ხო, ეხლა გამოჩნდება უკვე თქვენთვის. როდესაც დაიდო ეს, ესე ვთქვათ, ლოტი შედარების პრინციპში თავიდან დაბალი პროცენტი იყო და შემდგომ 63. გაჩნია მოკლედ რა თანხები იქნება მოთავსებული, აქტივობა და ტოპ ჰოლდერები არის აქ სანახავი. რა თანხები იქნება მოთავსებული და ამის და მიხედვით შეიძლება საერთოდ ამანაც ბაზარზე იქონიოს გავლენა. თუმცა 100.000 ჩამოცდება თუ არა და რა შემთხვევაში შეიძლება ჩამოცდეს 100.000, ამას ტექნიკურად განვიხილავთ, მაგრამ იცოდეთ რომ ბაზარზე არსებობს ასე ვთქვათ ესეთი შეკითხვებიც, ხო, ეხლა სხვადასხვა დიაპაზონი და სხვადასხვა შეკითხვებიც არის აქ. 100.000 სიტყვაზე რომელს უფრო მალე მიაღწევს 100.000 თუ 130.000 გავს შეკითხვები, მაგრამ ეს 20-26 წლის დასაწყისამდე 100.000-ზე დაბლა ვიხილავთ თუ არა ბიტკოინს, ჩემი აზრით ეს შეკითხვა საინტერესოა აი ამ მომენტისთვის და ვნახავთ ამასაც რატო. ეხლა რაც შეეხება მესამე სიახლეს და მესამე სიახლე სხვათა შორის დიდი ხნის წინ დაანონსებული სიახლე იყო იმ პროექტის შესახებ, რომელიც მე პირადად არ მიყვარს მარტივი მიზეზი მესამე კერძო მეოთხე სიახლე ხო არ მიყვარს იმიქიდან გამომდინარე რომ რამდენჯერაც გამოვიყენე მისი ბლოკჩეინი ან რამდენჯერაც მქონდა შეხება ასე ვთქვათ მის ბლოკჩეინთან იმდენჯერ ვერ ვისარგებლე თუმცა აღსანიშნავია ეს ფაქტი რომ bear market-ის დროს უფრო მეტნაკლებად უფრო ხშირად ვიყენებდი bear market-ს გულისხმობ 2023-ს მოდი 2022-ში ძალიან იშვიათად და 2023-ში უფრო მოკლედ მაგ Solana-ზე საუბარი Solana-ს განახლება უფრო სწრაფს გახდის მის ბლოკჩეინს ასევე წლის ბოლომდე იგეგმება რომ 20%-ით გაიზარდოს ბლოკში არსებული ინფორმაცია და ასევე იქნა შეტანილი ცვლილებები რომლებიც ასე ვთქვათ შეამცირებს იმ ხარვეზებს რა ხარვეზებიც იყო ტრანზაქციის ასე ვთქვათ დაგვიანებასთან დაკავშირებთ ხო რაც არის ძირითადი პრობლემა Solana-ში აი ამ დებატებს არა პრინციპში როგორ რაღაცა იცით, ანუ თუ პროდუქტს იყენებ და აი ეს პროდუქტი ბევრჯერ პრობლემურია, შესაბამისად რომ მიყვამის სკეპტიკოსი არ არის პრობლემა. ერთი არის პროდუქტი და ერთი არის ამ პროდუქტის coin-ის ფასი, ხო? ანუ Solana-ს ფასი საერთოდ სხვა რაღაცა არის და Solana-ს ბლოკჩეინი საერთოდ სხვა რაღაცა არის. შესაბამისად ეს კონსენსუსი ახლა proof of history თუ არ ვწდები რაც აქვს მოკლედ ეს კონსენსუსიც იცვლება საერთოდ სხვა როგორც თვითონ ამბობენ რევოლუციურ ასე ვთქვათ რევოლუციურ კონსენსუსს შემოგთავაზებენ რომელიც უფრო ნაკლებ ენერგიას დაწვავს უფრო ეფექტური იქნება ანუ რითი თქმა მინდა თუ ამ პროდუქტმა იმუშავა კარგი არის ყველასთვის კარგი არის ხო თუნდაც Solana-ს ჰეითერებისთვის თუნდაც Solana-ს მოყვარულებისთვის ხო ანუ ეს იმას ნიშნავს რომ რაღაც ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. უბრალოდ ამ ექსპერიმენტს მე გაგრძელება იქნება ან გამოყენება იქნება თუ არა ამაზე არის საუბარი ხო? იმიტომ რომ ახლა ჭკვიანი კონტრაქტებზე ხო მაგალითად ახლა ჭკვიანი კონტრაქტი ბევრი ამბობს რომ ეთერიუმის დაბადება ჭკვიანი კონტრაქტებზე დაბადება რეალურად ეს კონცეფტი უფრო ადრე არსებობდა ხო ახლა ნიქსაბოს ჩანაწერებს და მიმოხილვებს თუ ნახავთ როგორ ახსნის მოკლედ ჭკვიანი კონტრაქტის კონცეფტი რა შეიძლება იყოს თუმცა იმ მომენტისთვის არ არსებობდა ინფრასტრუქტურა რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებდა და ახლა ერთ-ერთი ჭკვიანი კონტრაქტის მაგალითზე ჩვენ ნახულობთ რომ ამერიკის შეერთებული შტატები რაღაცა მაკროეკონომიკურ პარამეტრების ინფორმაციას ავად თუ კარგად ეს კიდევ სხვა ამბავია განთავსებს სხვადასხვა ბლოკჩეინებს ხო ანუ ეს გაგრძელებაც ასე ვთქვათ ამ კუთხით კარგია და საინტერესო უბრალოდ კიდევ ერთხელ ის რომ რაცა ვართ კრიტიკულები რადგან ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს და აი დღითი დღე ვწმუნდები რომ ბევრ ადამიანმა ესა თუ ის ნათქვამი შეიძლება სხვადასხვანაირად გაიგოს არა იმიტომ რომ რაღაც მუნდოვანი ანუ ახმა კიდევ სხვა რაღაც არის შეიძლება ფაქტი თქვა მაგრამ ფაქტს მოაყოლო ინტერპრეტაცია და ეს ინტერპრეტაცია სხვისთვის ერთს ნიშნავდეს მეორეს ნიშნავდეს და ამიტომ არის ხშირად რომ ან გადაჭრით საუბრობთ რაღაცაზე ან საერთოდ არ ვსაუბრობთ და Solana-ს ამის მაგალითია კიდევ ერთხელ წარმატება Solana-ს და Solana-ს ჰოლდერებს და ფასის კუთხით მოკლედ გადაცემის მეორე ნაწილში ფასის კუთხით რა თქმა უნდა მსგავსი coin-ები
ტოკენები და პროექტები განვიხილოთ. ახლა გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე. გადაცემის მეორე ნაწილში მიმოვიხილავთ მოკლედ ფასებს და დაუბრუნდეთ მოკლედ ჩვენ ძველ ჩარტს და რაღაც ცვლილებები შევიტანოთ, ცვლილებები მოლოდინის კუთხით. კიდევ ერთხელ, ხშირად ვამბობ ხოლმე ეს არაფინანსური რჩევა და ზოგადად გადაცემაც არაფინანსური რჩევა, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ვისაც სუსტი ნერვები აქვს ბულ მარკეტის დროს, ჯობია ბულ მარკეტში არ დაკარგოს თანხა და ერთი აქტივიდან გადაიტანოს მეორე აქტივში თანხა. და ხშირ შემთხვევაში მეორე აქტივს როდესაც ვსაუბრობ სტაბილურ coins, ხო? იმიტომ რომ ხდება რა? ხდება დაგვიანება სიტუაციაზე ბიტკოინიდან გადაიტანენ ეთერიუმში, ეთერიუმიდან გადაიტანენ რომელიღაც ალტკოინში, ეს ალტკოინი შემდგომ აღარ დააფიქსირებს მაღალ ნიშნულს და იქნება პრობლემა. ახლა განვიხილოთ რამოდენიმე სცენარი, რაც ბიტკოინთან მიმართებაში შეიძლება შეგხვდეს. კიდევ ერთხელ, ძალიან ბევრი მიმოხილვა ხდება ხოლმე ჯგუფში, რომ აი რატომ არ აკვირდებით ამას, რატომ არ განიხილავთ ამას დეტალურად, შეიძლება თუ არა დაამატოთ ეს, ან დეტალურადაც შეიძლება ბაზრის განხილვა, ხო? მაგრამ ყველაზე, ასე ვთქვათ, ყველასთვის გასაგები, ყველაზე მარტივი, რაც არის პრინციპში იმ კონცეპტებზე ვსაუბრობ, უფრო დეტალურად თუ გინდა ძალიან ბევრი რესურსი არის, თუ უფრო დეტალური განხილვები გჭირდება ჩარტის, ახლა მიშკას დისკორდია და მიშკას დისკორდში გაწევრდიანდებით, ხო, თუ უფრო ეს სულ ტექნიკური რაღაცის მოსმენა გინდათ, თუ რაღაცა დამწყები ხარ და სწავლა გინდათ პიქსელ აკადემიაში, მოკლედ პიქსელ აკადემიაში გაივლით ამა თუ იმ კურსს, რის თქმა უნდა, მოსაბეზრებელი იქნება უფრო ტექნიკურ, რადგან გვინახავს ეს და თუ გაინტერესებთ ასე ვთქვათ რამოდენიმე ტექნიკური ანალიზი ან კონცეპტი, რაც აქსიომა არ არის სხვათა შორის. ანუ მე როგორც განვიხილავ ჩარტს, ეს შეიძლება არ განიხილავდეს სხვა. არნიშნავს ან მე ცუდად განვიხილა, ან ის ცუდად განიხილავს. ანუ ყველა სხვადასხვა ასე ვთქვათ პარამეტრები გვაქვს ანალიზისთვის და მივხედოთ რას. მოკლედ მივხედოთ ამ 108,000, რაც ხელუხლებელი დარჩეს სხვათა შორის ამ კლების დიაპაზონშიც. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მოკლედ მოცულობებით, ჩაშლილი მოცულობებით, რა მოძრაობა არის ბაზარზე, მარტივად განვიხილოთ რა. მარტივად განვიხილოთ, მოდით, ეს აღმასვლა და ამ აღმასვლის დიაპაზონები, ხო? საკმაოდ საინტერესო ფასი რჩება მაინც და აღმასვლის შემთხვევაში 108,000, ასევე დიაპაზონი, ის წინააღმდეგობის დიაპაზონი, რაც მანამდე არსებობდა, გვაქვს ამ მართკუთხედში არაფერი არ შეცვლილა, არანაირი სხვა სიახლე ამ კუთხით არ გვაქვს. ბევრი თვლის კიდევ ერთხელ, რომ სექტემბრამდე სანამ საპროცენტო განაკვეთს და პრინციპში საპროცენტო განაკვეთზე ყველა ვიცით, რომ კლება გვექნება, ახლა 85% თვლის, რომ მოკლედ დაიწევს საპროცენტო განაკვეთი, ადრე უფრო 90-ზე ზევით იყო, 14 თუ 14.9% თვლის, რომ არა. კიდევ ერთხელ სექტემბერი ამ კუთხით საინტერესო იქნება, ასევე მოსალოდნელი შეიძლება იყოს და განვიხილოთ რა. დომინაციის დაღმასვლის კუთხით ძალიან ბევრს შექმნა იშთაბეჭდილება, რომ всё დაიწყო უკვე ალტკოინების მოძრაობა და შესაბამისად ალტკოინები იმოძრავენ, მაგრამ მოკლედ თქვენს ადგილზე მე რას დავაკვირდები, თუ ვიღაცას კიდევ ერთხელ ეს არ არის ფინანსური რჩევა, თუ ვიღაცას უნდა ასე ვთქვათ შესყიდვა ბიტკოინის ამ პერიოდისთვის და ელოდება რაღაც ფას, ეს მოძრაობა ეხლა შეიძლება დაწყებული იყოს. ასევე ცუდი სცენარები, რაც ცუდ სცენარზეც პოლიმარკეტზე იყო საუბარი, ეს არის 100,000-ის ნიშნული. კი 100,000-ის ნიშნული შეიძლება ასე ვთქვათ უპრობლემოდ გამოიცადოს ამ დიაპაზონებშიც კი. ანუ თუ თქვენ ამას შეხედავთ ამ მოძრაობას, თუ 100,000-ზე ჩამოვიდა ფასი, ანუ რაღაცა bear market შეიძლება არ დაიწყოს, მაგრამ ეს შეიძლება გამაფრთხილებელი იყოს ამა თუ იმ ინვესტორებისთვის შეიძლება ჩამოვიდეს წლის ბოლომდე 100,000-ზე კი. ანუ ძალიან მარტივი თეორიული პასუხი, ანუ კი არსებობს, ან არ არსებობს და შესაბამისად მოკლედ ესეც ერთ-ერთი კი სცენარია. ასევე თქვენ თუ დააკვირდებით მოკლედ ამ არხის გარღვევებს, ანუ წინა არხი ესე გაირღვა, ეს არხი უფრო სუსტი არის და ვიღაცები კითხულობდნენ რაღაც დიაპაზონში თუ ივაჭრება coin-ი ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით და ძალიან მარტივად ვიქცევით, ხო? ანუ არანაირი ფილოსოფია ამას აქ არ უნდა, ამას განვიხილავთ რომელიმე ალტკოინზე და თქვენ შეგიძლიათ გამოცადოთ. ეხლა ნახოთ ბიტკოინის დომინაცია. ბიტკოინის დომინაციისთვის ველოდები რა 54-ის ნიშნულს,
ანუ კატასტროფული ფასის კუთხით კი არა, არამედ გააჩნია იმ პერიოდისთვის კიდევ ერთხელ ბაზარი რა მდგომარეობაში იქნება. თუმცა კიდევ ერთხელ ბიტკოინის დომინაცია ჩემთვის, როცა 54%-ს თუ მივახლოვდება ბიტკოინის დომინაცია, შესაბამისად ვიტყვი, რომ ასე ვთქვათ, დაღმასვის ტენდენცია დაიწყო. თუმცა კიდევ ერთხელ თუ დავაკვირდებით აი ტრენდის ხაზი რომ გამოვავლოთ, ეს ტრენდის ხაზი ასე ვთქვათ, გაირღვა, მცდელობა იყო ამ ტრენდის ხაზის ასე ვთქვათ, ცვლილების და ამიტომ არის სწორედ რომ ველოდები იმ ნიშნულს, რა ნიშნული სხვათა შორის დაფიქსირდა 2024 წლის დეკემბერში. და საერთოდ სიმბოლური იქნება თუ ერთი წლის თავზე ამ ნიშნულს ისევ მიუახლოვდება. ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით გეუბნებით, რომ არ ნიშნავს ასე ვთქვათ იმას, რომ ბიტკოინის ფასი დაიკლებს და ყველა ალტკოინის ფასი მოემატებს. არა, ანუ ბევრ რაღაცა შეიძლება ნიშნავდეს. შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ბიტკოინის ფასი იკლებს და სხვა ალტკოინებში ფასი უფრო ნაკლებად იკლებს. შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ბიტკოინის ფასი იზრდება და სხვა ალტკოინების ფასი უფრო სწრაფად იზრდება და მოკლედ რამოდენიმე სცენარი ამ კუთხით არის. ასევე საინტერესოა უკვე განვიხილოთ ეთერიუმ ბიტკოინის წყვილი და ვნახოთ აი ჩემი სანატრელი დიაპაზონები გადაილახა თუ არა დღის მონაცემებით შევაფასოთ, ხო აი დღის მონაცემებით ფაქტობრივად აი ამ შავ ხაზზე არის ჭიდაობა და საინტერესო იქნება მოკლედ ეთერიუმი ბიტკოინთან მიმართებაში ამ შემთხვევაში როგორ მოიქცევა, ასევე ეთერიუმის ჰოლდერებს გილოცავთ, შეიძლება სასაცილოდაც გეჩვენებოდეთ all time ყველაზე მაღალი ნიშნული ეთერიუმთან მიმართებაში მოიხსნა და უბრალოდ ეს წინა მაღალ ნიშნულზე $100 მეტი არის ეს ნიშნული, მოკლედ ესეც გასათვალისწინებელი და ამიტომ შეიძლება მოკლედ ბევრისთვის სასიხარულო არ იყოს ეს ამბავი. ჯერჯერობით ნორმალური მოძრაობა არის. კიდევ ერთხელ ტრენდის ცვლილებისთვის ხო, რას უნდა დავუკვირდეთ, ანუ საიდან მოხდა აღმასვლა აი ამ დიაპაზონებში, პირობითად 0.036-ზე, როგორ მოიქცევა ეთერიუმი ბიტკოინთან მიმართებაში ესეთი ფარდობა არის. თუ თქვენ ძალიან დიდ სურათს შეხედავთ, დიდ სურათში ნახავთ რომ ეს მოძრაობა საკმაოდ ძლიერი იყო, თუმცა ჩემთვის საინტერესო იქნება მივახლოვდება თუ არა იმ დიაპაზონებს, რა დიაპაზონებშიც ადრე იყო, რადგან ნახეთ წინა ბულ მარკეტის დროს, ანუ 2017-2018-ის დროს მაღალი ნიშნული დაფიქსირდა, შემდგომ უფრო ასე ვთქვათ დაბალი მაღალი ნიშნული დაფიქსირდა და აქაც არის ალბათობა იმის, რომ დავაფიქსიროთ დაბალი მაღალი ნიშნული და ამ შემთხვევაში ყველაფერს დინამიურად დაუკვირდებით. ასევე თუ გაინტერესებთ ალტკოინები, ალტკოინების წყვილი შეიძლება შეადაროთ სოლანა ბიტკოინთან მიმართებაში ავიღოთ და რაც უფრო გაიზრდება ასე ვთქვათ ეთერიუმის დომინაცია, თქვენ ნახავთ განხილვებს, სადაც ალტკოინი შედარებული არის ეთერიუმთან. ანუ თუ ეთერიუმი წამოიღებს ძალიან დიდ თანხებს, აი ახლა სიძლიერე გამოჩნდა სოლანა ბიტკოინის ჩარტზე და აი ხედავთ ხო, ანუ რაღაცა გასაოცარი არ არის ამ კუთხით, ნახეთ, ეს იყო ეს დიაპაზონი იყო საყრდენი და ეხლა არის პრინციპში წინააღმდეგობა და ამიტომ არის იმას რა მოძრაობასაც ვნახოთ, თუ ფუნდამენტურად გაინტერესებთ, ფუნდამენტურად განახლების სიახლეები არის, შეიძლება ასევე რომელიმე შიტკოინი ასე ვთქვათ ჩაიშვა სოლანაზე და ჯერეს არ ვიცით რაღაც მაღალი ეშელონებინა, თუმცა ჩარტი აქ ყველაფერს გიჩვენებთ და ასევე ვიღაცამ იკითხა აი სოლანს რაღაც კარგი მოძრაობები აქვს დოლართან მიმართებაში და ასე ვთქვათ როგორ შეიძლება ამ მოძრაობების დაჭერა, ასე ვთქვათ, თუ ტრენდი არის განგზობითი, პრინციპში აი ხედავთ რას. ნახეთ. აიღებთ სიტყვაზე ორ დიაპაზონს ძალიან მარტივად. აი აქ არის ერთი წინააღმდეგობა, დავუშვათ და არის აი ეს ივლისი, ხო? ივლისის ბოლო არის, ივლისის ბოლოს სოლანა მიაღწია, რა ვიცი, $208, შემდგომ დააფიქსირა უფრო დაბალი ნიშნული და ეს ხდება უკვე თქვენი სავაჭრო ზონა. ანუ ზონებს იღებთ, თუ მეტი ცოდნა არ გაქვთ ტექნიკური ანალიზის, ჯერჯერობით ზონებს აკვირდებით და ზონებზე აკვირდებით რას? თუ სიტყვაზე აი კლასიკურად მიყვებით, თუ აქედან შორტ პოზიციაში შეხვედით, ანუ არ შეხვედით, ეს ორი წერტილი არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. ანუ აქედან იწყება თქვენი ათლა, ხო? აქ თუ აქტივი შეისყიდეთ,
უნებრივია თუ ეს არის რა ქვია 50-100% თქვენთვის, ასევე შეგიძლიათ დააკვირდეთ ასე ვთქვათ შუა დიაპაზონს, ანუ 50% აიღოთ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ არხის პოლიტიკა გაატაროთ და არხის პოლიტიკის შემთხვევაში თქვენ პრინციპში ახლა ნახოთ აი არხის პოლიტიკის შემთხვევაში 50%-ს აიღებთ ასე ვთქვათ ერთ-ერთ ფასის დაფიქსირების ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული take profit-ის ანუ მოგების აღების დიაპაზონად და აქედანაც შეგიძლიათ ვაჭრობა თუ ამიზევით მიდის ფასი ამასაც აიღებთ საორიენტაციოდ შესაბამისად ასე ვთქვათ აღმავალია ტრენდი თუ ამის დაბლა ძლიერი მოძრაობა გვაქვს აღმავალია ყოველ შემთხვევაში ახლა ეს დიაპაზონი გარღვეულია როდესაც დიაპაზონი გარღვეულია და ასე ვთქვათ უფრო ღრმად შევხედოთ ახლა ფასის მოძრაობას მოხედოთ ანუ ფასი და თქვენ ლიკვიდაციების დონეები CoinGlass-ით შეიძლება ნახოთ სხვადასხვა ჩვენმა ერთ-ერთმა მაყურებელმა აქტიურმა დაწერა სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენება ხდება თუმცა კიდევ ერთხელ ლიკვიდაციების დონე ანუ ნახოთ პრინციპში CoinGlass-ის ლიკვიდაციის დონეები ანუ მარტივი ლოგიკები არის რთული აფერი არ არის აი გიჩვენებთ საუბრ აი ბიტკოინის შემთხვევაში ხო ბიტკოინის შემთხვევაში ეს ინფორმაცია რა არის საინტერესო და დიდი ოდენობით თანხები შორტები და ლიკვიდდება 119,500-ზე აი ამ შემთხვევაში გვაქვს რა 7,800-ზე ანუ ეს ფასები შეიძლება აიღოთ აქვე სალიკვიდაციო აქ სხვადასხვა X-ებით, futures-ის კონტრაქტებით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ასე ვთქვათ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ბირჟა, სხვადასხვა ბირჟის მონაცემები გქონდეთ ამ შემთხვევაში, ან შეიძლება გქონდეთ X-ების მონაცემები, ანუ რა ჩვენ ახლა ვნახოთ 10X-ის შემთხვევაში სად ხდება, ანუ ძალიან შორს არის ის დიდი და ლიკვიდურებელი თანხები, რაც ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული რაშიც swing trader-ები არიან შესულები, თუმცა კიდევ ერთხელ თუ გავზდით აი 50X და 25X, აქ ვნახავთ, რომ შეიძლება ეს 108,400 რაც იყო, ხო? ანუ ამით რისი თქმა მინდა, გამარჯობა ავთო. სალამ. ამით რისი თქმა მინდა, რომ ბევრნაირი ინტერპრეტაცია არსებობს ამის. აი ის რომ იქ სიტყვაზე არის მოცემული კონკრეტული ფასი და აი ამ ფასს თუ მივახლოვდებით, ამის შემდგომ იწყება კასკადური მოძრაობები, ერთადერთი რისი გათვლაც აქ შეიძლება, გათვლაც არა პრინციპში. ვიღაცამ ჭკვიანურად დაითვალა. აი ხა ის ვარდნა შევაფასოთ. ვიღაცამ ჭკვიანურად დაითვალა და შესაბამისად საკმაოდ ძლიერი ვარდნა ჰქონდა აი ამ დიაპაზონებში, ხო? ანუ ესენი არის პრინციპში ის კასკადური ლიკვიდაციები, ანუ კასკადური ლიკვიდაცია რას ნიშნავს? როდესაც ეს ჯამური დალიკვიდირებული თანხა სწრაფად იზრდება, ხო? და ბუნებრივი აქეთკენ თუ გადახედავთ, ხედავთ ძალიან დიდი ოდენობის შედარებით ძალიან დიდი ოდენობის, მოკლედ, შორტები არის აი ამ შემთხვევაში კუმულაციურად დასალიკვიდურებელი და ესეც გასათვალისწინებელი არის. გასათვალისწინებელია. კიდევ ერთხელ აიღებთ ამ სტრატეგიას გამოცდით, რადგან ნახეთ, შეიძლება რაღაცას გაჩვენებდეთ ჩარტი, მაგრამ თქვენი ინტერპრეტაცია იყოს არასწორი, ან არასწორ დროს აკეთებდეთ ანალიზს, უფრო სწრაფი ინფორმაციის მომწოდებლებიც არის ამ შემთხვევაში, სხვადასხვა ფასიანი სერვისებია, უბრალოდ როდესაც აპლიკაციას იწერთ მსგავსი რაღაცის და ნახეთ ფორუმებზე, ნახეთ Discord-ში, უსაფრთხოების ამბავი, ხო? ანუ მე მსგავსი აპლიკაციებს არ ვიწერ. თუ ვიწერ ჩემს სხვა ლეპტოპზე, ხო? ანუ უსაფრთხოების დონეც ამ შემთხვევაში დაცული უნდა გქონდეთ. მოკლედ, ეხა გადავიდეთ თუ არის შეკითხვები. ჯერ ვნახავ Facebook-ზე თუ აჩვენებს რამეს. გიყურებთ, ხო? Facebook-ზე არაფერი არ არის, ეხლა ვნახოთ YouTube-ზე. YouTube-ზეც თუ არ არის coin-ებთან მიმართებაში, მოკლედ დაგემშვიდობებით, გამარჯობა ნიკა, სუპრა სად ასტეიკებს, სად დავასტეიკო, ხომ ვერ მირჩევდი. სუპრას ვასტეიკებს საფულიდანვე Starkey Wallet-ზე, ანუ სადაც ასე ვთქვათ, თუ არ ვიცით წინა airdrop-ებში, აჩი სალამი, თორნიკესაც გამარჯობა. აჩი მოკლედ არ ვიცი თუ ასე ვთქვათ წინა airdrop-ში იღებდი მონაწილეობას, რამოდენიმე ვალიდატორი არის და
სადაც არის მოთავსებული ერთ-ერთ wallet-ში, სადაც არის მოთავსებული ჩემი სუპრა coin-ები იქ მაგ დასტეიკებული და ასევე ლიკვიდურობის მომწოდებელი ვარ Dexin Labs-ი. სხვა ასე ვთქვათ რაღაც პარამეტრი, სხვა ასე ვთქვათ პლატფორმა, რაც სანდუარი ამ კუთხით ჯერ არ მინახავს, თუმცა სხვადასხვა პროდუქტები ემატება. 100% განაკვეთის როცა ამბობენ სად ნახოს ზუსტი დრო ნიკოლას. აი ეგ არ ვიცი ეს რამდენი კომენტარი არის. მოკლედ AES 19 დღესა და 9 საათში. ჯერჯერობით 95%-ით 100% განაკვეთი დაიკლებს. არ გრცხვენია, არ მცხვენია ენა. სალამი ნიკოლას, რომელიც ცივსაფულეს მიჩერა, მდე კადია ტრეზორ сейф 5 და ღირს თუ არა ყიდვა, ან შენ რომელს იყენებ. მოკლედ ცივსაფულო სალამი, ავტო ცივსაფულებთან დაკავშირებით საინტერესო ვიდეო აქვს ლადოს. ტრეზორის ვიდეო ჯერჯერობით არ არის და сейф 3 მოდი აქ. ხო, შენ იყენებ? რას? მაგ сейф 3. сейф 3-ს იმის garaში, მაიცალი გვერდზე მოგიждდე? გვერდზე მოგიждდე? сейф 3-ს იმის garaში რა ქვია? Bluetooth-ის garashi რა. ოკეი. კიდევ USB-თო დაერთო. ან შეგიძლია ნახო, მოკლედ Ledger-ის მიმოხილვა დევს Lados-ი და Trezor-საც დადებს, ხო? კი, Trezor-საც დადებს. Trezor-საც დადებს. რა ისი უნდა რთქვა? კაი. გამარჯობა, ეტუზე რას ფიქრობთ? აქცია 2x ეტო არ ვიცი. არც მე არ ვიცი. მეც ვნახოთ. ჩაიფრე სულ ორი მერტა. სად არის Lado? შენი ხმა არის მოდა? ეტო. იმედი რაღაცა სკამ ეტო არ გამოხდება. არ ვიცი ხო, ეტოსთან შეიძლება სხვა რაღაცას გულისხმობდი ნიკა და სხვა კომენტარი შეიძლება ყოფილიყო. მოკლედ. შენჯი ხო არა? რამე? თუ რამე საფულია? მასე რა. რამეს კამერობა არ მოხდეს მაგის მეში. კი ბატონო. ეტოზე რას ფიქრობთ აქცია 2x ეტ? არ ვიცი. ვერ გეტყვით, რამეს ხო არ დამატებდით დღე? მე არაფერს, საფუძ განაკვეთს ველოდებით ხალხო. როგორც ნიკას გლოცულობთ რომ დაიწიოს 90% ველოდება და იმედი მაქვს რომ დაიწევს და პაველი დამარცხდება. 3 წელიწადია მაგას ველოდებით ხალხი. ასევე ამაზე რა სიტყვია, აბა პოლიმარკეტი გვეკითხება 100.000-ზე დაბლა ჩამოვა თუ არა 2026 წლამდე. კაზინოამდე? კი. კი. კაზინოამდე. მან უნდა შევიდე მაშინ და პირველი 79% ამბობს ახლა კი. თუმცა აი ეგ არის საინტერესო მოკლედ ნახეთ. აი 38% ამბობდა რომ ხო, აი როგორ შეიძლება ვნახოთ. მაგრამ 100.000-ის ნიშნული შეიძლება, ასე ვთქვათ, მოკლედ, აქ თუ ძალიან ბევრი თანხა არის შემოსული, გახსოვს ალბათ არჩევნებზე რა მოხდა, ხო? აქ ტრამპთან მიმართებაში ბევრი თანხა შემოვიდა, შესაბამისად ტრამპი პრეზიდენტის გახდა და ვიღაცებმა ფულით იხერეს, ხო? ანუ ამაზე არის საუბარი, ნახეთ, რომ რაღაცის თქმა, ასე ვთქვათ, აქ კი ან არას პასუხი არის, მეტი არაფერი. ხო? მაგრამ ეს მოლოდინები საბოლოო ჯამში ამოძრავებს ბაზარს. იქ ვიღაცის დალიკვიდირება, იქ რაღაცა ერთი უნდა მომხდარიყო და მეორე მოხდება და მოკლედ საბოლოო ჯამში ესეთი მოძრაობებია ბაზარზე და ეს არის ცხოვრება. დანარჩენი ახლა ვიღაცა 20x-ით და 50x-ით შევა რაღაც coin-ზე, გვინახავს ხალხი, რომელიც ამ დიდი x-ებით შედის და stop-loss-ი არ უყენია და საერთოდ არ აინტერესებს თანხა, ესეთ ხალხს ჩვენ ვერც ვერასოდეს ვერ გუშველით. მოკლედ წავიდეთ თუ ერთ სიტყვი იმას რომ როგორც გითხათ პატივცემულებო ნიკამ დაელოდეთ ფედის განაწყვეტილებას და ყიდველებს გეტყვით ერთ რამეს რომ ახლა არ არის ყიდვის პერიოდი ანუ როგორაც არ უნდა შეხედოთ ბაზარს ამდენად არ უნდა გაიზარდოს ბაზარი თანაც არ უნდა წავიდეს და ასე შემდეგ შესყიდვის წესი არის ეგეთი რომ შესყიდვის პერიოდი ახლა არ არის ნაღდად არ არის ახლა რა შესყიდვის პერიოდი თქვენ ადგილას მე დავაკვირდებოდი ბაზარზე ამ ბურანის დაუშვათ შუა თუ სასრულ პერიოდს როგორ იქცევა ფსიქოლოგია როგორი არის ადამიანების მედიები რას ამბობენ ხოლმე ესეთ პერიოდში რომ რას არ მიაქციოთ ხოლმე ყურადღება და მეტი განათლება და მეტი დასკვნები გამოიტანოთ იმისთვის რომ შემდგომი ბიარ მარკეტისთვის მზადყოფნაში იყოთ უკეთეს ფაზებს დაიწყოთ მე 80-დან დავიწყებდი შესყიდვას 80-მდე კაპიკს არ ჩავაგდებდი ახლა მაგალითად მე რო ფული მქონდეს და დაველოდებოდი ბაზარს 17 სექტემბერს კიდევ ვინც უკვე შესულები ვართ მხოლოდ მათთვის როგორც აქცია იქნებოდა ეგეთი რაღაცა აქვს პაველს მხოლოდ მათთვის ვინც შესულები ვართ 2025 წლის ივლისის ჩათვლით ბაზარზე 2022 წლიდან და ვინც აკუმულირებას ვაკეთებთ 17 სექტემბერს გავიგებთ რა სიზამს ჩვენი ბებერი ძმა და მაგის მიხედვით ან ვიჟრიამულებთ ან კიდე ისევ გავაგრძელებთ ეგეთ პერიოდში ყოფნას როგორც ცხოვრობთ უკვე 3 წელიწადი და ველოდებით იმედია ტრამპი ან გააგდებს სამსახურიდან ან დააწევინებს სამწუხაროდ განაკვეთს რა ვიცი რაღაცა მაინც იყოს არა დააწევით დაიწევს ხო ანუ ხა
სხვა ვარიანტი არ აქვს, ანუ რაც თქვა ის მოხდა იდეაში. მე მევასება შენი ოპტიმიზმი, მაგით მევასებაში თეთრად ბაზარი ძმა. ნახოთ მოკლედ, მაგრამ 85% ოპტიმისტურად ვიყოთ, ხო? ეგ მიხარია მეც. მოკლედ დაწერეთ კომენტარებში გადაცემის განმავლობაში იყო რაღაც შეკითხვები, ასევე კიდევ ერთხელ აქ მიზიხარ და ბარემ აგვიხსენი 30-ში რა ხდება უცებ. ხვალ ვატარებთ ერთ უფასო ვებინარს, სადაც უბრალოდ ნულოვანი ახალი ტიპები ვინც არიან, იმიტომ რომ ვინც უკვე ბაზარს მოყვებას სწავლობს ჩვენ ვიდეოებს უყურებს, ჩემი აზრით ბევრი რამე იცის, ქაოტურად იცის თუ ასე შემდეგ იცის, შეუძლია რომ კონკრეტულად ხვალინდელი ვებინარი შეიძლება არ გამოგვიყვანოს, შეიძლება პირიქით, რაღაცა ცოტა უფრო გაუღრმავოს, იმიტომ რომ ძირითადად გვექნება საუბარი იმ მექანიზმებზე, როგორ მუშაობს ზოგადად ბაზარი რა, რა ელემენტებისგან შედგება, მათი დეფინიციები, მათი მუშაობის პრინციპები, ბუნება და საბოლოო ჯამში ზოგადი რჩევები იქნება ჩემგან უბრალოდ ამ ვებინარზე და ძირითადად ეს ვებინარი ემსახურება, რომ წარმოდგენა შეექმნას ნებისმიერ ისეთ ადამიანს, რომელიც არ გვიცნობს, ან შეიძლება გვიცნობს, მაგრამ შორიდან გვიცნობს და დიდი ხანით ვერ უთმობს ხოლმე, მაგრამ ფული აქვს, აინტერესებს რომ დაინვესტირება გააკეთოს და კრიპტოში შეყოს თავი, ეგეთი ადამიანებისთვის იქნება ფაქტობრივად შესავალი თუ როგორი იქნება საბოლოო ჯამში კურსი. ანუ ამ ვებინარი შეძლებს კიდევ უფრო მეტად შეფასებას კურსი მისთვის არის თუ მისთვის არ არის საერთოდ და ეს კაცი რაღაც ბოჟოტიალობს გამელოთა და თავის რაღაცებს უბერს. აი ხა საიტიც გამოჩნდება, მოკლედ Pixel Academy-ის Facebook გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, აი ეგ არის წამზომი ჩართული და ასევე შეიძლება რა თქვენ ჩვენი მაყურებელი იყოთ დიდი ხნის რაღაც შეკითხვები არ გქონდეთ, მაგრამ იცნობდეთ ადამიანს, ვისაც აინტერესებს მოკლედ კრიპტო ინდუსტრიაში. მის დარეგისტრირება მეილებზეც მიუვა ნიუსლეთერები და Telegram არხი, რომელიც გავაკეთეთ სპეციალურად ამისთვის, Telegram არხზე Telegram-ში ჩავარდება ასევე ვიდეოზე მოწვევა მხოლოდ მათთვის, ვინც დარეგისტრირებულია Telegram ჯგუფში არის გადმოსული. ეგეთ უკვე დაახლოებით 100 ადამიანია, არ ვიცი არ ჩამიხედავს დღეს, გუშინ წინ დავიწყეთ და 100 ადამიანი მოგდა, ვინც დაინტერესებული იყო. სხვა შორის ძალიან კარგი შედეგები დაიდო მაგ ნაწილში რა, 2 დღეში ფაქტობრივად 1000-ზე მეტი კომენტარი არის და 100-მა შეძლო, ანუ ერთგვარი ფილტრია ისიც, რომ ადამიანს თუ არ შეუძლია აქამდე მოსვლა, ანუ Telegram-ზე 100 ადამიანია, Telegram-ზე მოსვლა, ეს კურსი მისთვის ნაღდად არ არის, იმიტომ რომ გაცილებით უფრო აქ ინფორმაციას გაიგებთ, მოკლედ კიდევ ერთხელ, ხო, ანუ ეს ეგრევე კურსი კი არის, ხება, გავხსნი მოკლედ. რა როგორ არის და რეგისტრირდით, მოკლედ ვისაც გაინტერესებს, ან თუ იცნობთ ვიღაცას, ვისაც შეიძლება დაინტერესოს, მათაც გაუზიარეთ ეს ლინკი. გული დასაკარგი არ არის. ნამდვილად. მოკლედ კრიპტო ბაზარი შემდეგ პარასკევამდე გემშვიდობებად დროებით.